მე ვიცი ეს თაიგული რატომაც მომართვი. მართლა. განა ვერ ხვდები რომ აი ესე რაღაცნაირად მიყურებ. თვალებით მიჭამ. კარგი, რა გჭირს რა არის? ლაშა არ გაგიხარდა შენმა საუკეთესო მეგობარმა ბინა რო იქირავ, არ გაგიხარდა? გამიხარდა კი არა, თუ სწორად მახსოვს, ხო? ეს ბინა მე უნდა მეკითხო. კი, შენ უნდა გექირავებინა, მართალი ხარ, მაგრამ ჭუაში გაჯობე და მე ვიქირავე. თავი ხელში აიყვანე და უნდა აუხსნა ნინოს და უნდა უთხრა თუ რას გრძნობ მის მიმართ. მე უკვე ყველაფერი გავარკვიე, გადავწყვიტე და შეგვიძლია შემდეგ კვირაში გავშორდეთ. შეხედეთ ხო? რა არის ეს? ნახე თელტანზე მაგ დაყრილი ლაშა, შეხედეთ რა არის? რას გავარ? აქ უნდა ნახო შენ, რას გავარ? ნახე სულ გაწითლებული მაგ ყველაფერი. ნახე რას მეკავას გავკარ. რა არის რა? არა და გუშინ კი არ ქონდა დღესდილით რო გავიღვიძე, აღმოვაჩინე რომ თურმე ყველგან მაგ დაყრილი. ოღონდ მანამდე აღმოვაჩინე რომ ულამაზესი ვარ. ხო და მე საკეში რო ჩავიხედე აღმოვაჩინე რომ სულ დაყრილი მქონია თურმე ყველგან. რა არის ეს ახლა? კარგი, დაწყნადე. დამშვიდი, პატა. არ ამგონი ეგ სერიოზული რამე იყოს, მაგრამ ექიმთან თუ მიხვალ ურიგო არ იქნება. კარგი რა ლაშა, გაგიჟდი ექიმთან ქუჩაში როგორ გავიდე? ბატონები რო იყოს და ხალხს რო გადავდო მერე. არა, ეგ ბატონებს არ გავს, პატა. ეგენი უფრო აზნაურები რა, აზნაურები. ლაშა რა. ყველაფერს ასე ხუმრობით ნუ მივუდგებით. ლაშა იქნებ რამე სერიოზული ჭირს ბავშვს. კარგი. პატა, აბა მითხარი ახლა შენ მე ბოლოს რა ჭამე? რო გითხრა შემიჭამ. პირდები არ შეგიჭამ, მითხარი. კარგი, ტოლმა ვჭამე. მაგის ბრალია ვითო? თუ არ შევჭამე ისე ვერ გეტყვი. გითხარი. კი, კარგი, ხო, ვიხუმრე. რა მოგივიდე? დაწყნადე დამშვიდე, ხო. ზუსტად აი ესეთი გამონაყარი ქონდა, მე მგონი აი ჩემს მოხუც საბერძნეთში რო უვლიდი. რომელი რომ მოკვდა ის? ხო, აი ეგ. ვაიმე მამიდა რა მეც მოკვდები ახლა რას მეუბნები აბა? არა, გენაცვალი ის ჯერ მოკვდა და მერე გამოაყარა. პატა, მე მგონი რა არის, იცი? აი ამ სახლზე რაც გააკეთე შენ. სინდისი კენჯნის და ეხლა გამოგაკენჯნა ესე გამოგკენჯნა. შანსი არა ლაშა გამორიცხულია. მე სინდის არასდროს შეუწუხებია, რა გაიხა შემაწუხებია, რას თავი. უბრალოდ ისე შენი აზრი როგორც ექიმის აზრი მართლა მაინტერესებს, მაგრამ იმ ადამიანის აზრი, რომელიც რატომღაც უმიზეზოდ დაიბოღმა იმაზე, რომ თურმე მე მოვატყუე და მის მაგივრად ბინა მე ვიქირავე. აი მაგის აზრი არ მაინტერესებს მაგ ადამიანის, რო იცოდე. მოდი მამიდა გენაცვალოს ახლოდან მანახე სახე. არ მინდა არ შეხედოთ, არ უნდა დაინახო თქვენ ეს გამონაყარი ჩემ უიშვიათეს სახეზე. მომიყურეთ, გადით იქით. ისე მგონი პირიქით უიშვიათესი სახე აქვს იმ უწუკებზე. კარგი. მე მგონი მართალია დოდო მამიდა. იცი, შენ მაგ მუწუკებმა კი არ გამოგაყარეს. შენ გამოაყარე მაგ მუწუკებს. ხო და ეხლა რაღაცნაირად ცდილობენ რომ მოიჩინონ თავი ამ საწყალმე ერთუჯრედიანმა არსებებმა. გაიხსენე მამიდა. რაღაცა უხარისხო საპნით ხო არ დაიბანე თავი და ეგება მაგის ბრალია ბიჭო. არა, უხარისხო საპნით, არაფერი უხარისხო საპნით არ დამიბანია, სხვათა შორის ძალიან კარგი თხევადი საპონი ვიყიდე, ხო და სხვათა შორის 40 litrში 8 ლარი მივათხლიშე. ხო. 40 litrში, ხო. და რა ვიცი. ისე
პრინციპში ხში მართლა მაგის ბრალი ხო არ არის მაგ თხევად ისაპრის ჰა იმიტომ რომ ხა ყველაფერი ძვირი ხარისხიანი ხო არის არა არა ბაშა რა როზი ხარ ჩუმად ეხა მირჩიე რამე რა გავაკეთო გამივლის მაგრამ შენ რა უნდა რას დაგიწახე საერთოდ შენ რა უნდა ნერვებს მიშლი წადი აქედან საერთოდ რა წადი აქედან რა მირჩიე რამე როზი ხარ აქე ჩუმად მე ვიქირავე ეს ბინა მე ვიქირავე ეს აეგრე მე ვიქირავე დაგასწარი ყოჩახ აეგრე გეტყვი ახლა რაც უნდა გითხარი გეტყვი სალათის ფუცლები და კიტრი გააქვს კი მიდი მე მოიტანე მიდი სადაც ფუძლები კიტრი მოვიტანო? ო, და გეტყვი რაც უნდა ქნა, მიდი. კარგი. მოვიტან. ლაშა. იცი რა შეგატყვე? აი როგორ ძალიან გაგიხარდა რომ აი აქ შემოზვლის მიზეზი რომ მოგეცა. მაგრამ იცოდე რომ მე ჯერ არაფერზე უახი არ მithქვამს. ისა, იცით რა არის? ქალბატონო დოდო, მამიდა. კარგით, კარგი ახლა რა. ქალბატონო. არა, აგიხსნით რაც მოხდა, იცით რა იყო? მე ის ყვავილები, რომელიც რომ თქვენ, ვიცი. კარგი ლაშა დაწყნარდი. ვიცი, ყველაფრის ახსნა კი არ მჭირდება. მე უკვე დიდი გოგო ვარ. ისედაც ხდები. აჰა. მოგიტანე ლაშა. ვითხარი ახლა რა უნდა გავაკეთო აბა? შენ უნდა გავაკეთო, ახლა სალათას გავაკეთებ მე. ლაშა, ხუმრობის დროა ახლა, კარგი რა ვერ გავაკეთე. მაგრამ რაც შეეხება შენს მუწუკებს, მე დაურეკავ ჩემს მეგობარს, დერმატოლოგს და გაგიშვებ იმასთან და მოგხედავს. მანამდე ძბარი რა. რეებს მაკეთებინებ, შენ უნამოსო, ამად ყოფ ადამიანს რა, რეებს მაკეთებინებ. არ მიდი ძბარი მოიტანე, ძმარიც მოიტანე და კარგი მოგიტან ხო. დაურეკავ ახლა. ჩამოსდა ოღონდ. რა ქვია იმ ჩემს მეგობარს, ნუკრი? ნუკრი? არა. რაული? რა სახელია ვაიმე? არა. ანდრეი არა, ანდრეი სხვა არის მე მგონი. ლაშა მე თუ გაბნევ გავალ. ანდრეი, კი, ანდრეი, ხო. კი, ანდრეი. ლაშა. ხო. კიდე გაგახარო? ელენი, ამ კარაქი ამ ყურებს მომურჩები კიდე უნდა გამიმზადო? არა. აბა სხვანაირად როგორ უნდა გამახარო ელენი? ლაშა, ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ბავშვი მინდა. ნიკა ჩამოდი. არა, ლაშა, მეორე ბავშვი მინდა გავაჩინო. ელენე, მეორე ბავშვი კი არ გინდა. შენ გინდა ტვინი, რომ მიხვდე რომ მეორე ბავშვი არ გინდა. რატო არ მინდა ლაშა? მინდა. ილიასაც ველაპარაკე ამ თემაზე და იმასაც უნდა. ელენე, კარგი რა ეხლა. ერთი ბავშვი ყავს და ყველა ჩვენს გარდა ცხოველს ეძახის. ხო. ჩვენს რა? შენს გარდა. და მეორე რაღაც გინდა, ჯერ არ გინდა, ელენე. ლაშა, მინდა. ერთი ბავშვი რომ ყავს, მაგიტომაც მინდა მეორე. და ნიკას პატარა დაიკო, ხო უნდა? პატარა დაიკო კი არა, პატარა ველოსიპედი უნდა და იმაზე იზრუნ ჯობია. ო, კარგი რა ლაშა რა. ბავშვი კარგია. პიტიდე. კარგია და ხო, კარგია და კარგი კი ბატონო, გილოცავ ამ გადაწყვეტილებას. ელენე, მაგრამ მოგდი იქნებ ისე მოახერხო შენ ელენე, რომ ილიას არ დაემსგავსოს ეს ბავშვი, ეგ როგორ? სხვა ბიჭი გაიცანი? მოვედი მამით. მე მამიდა გენაცვალოს მოხვედი, რა გითხრა ექიმა? რა ვიცი, არაფერი, მივედი გავაცანი ჩემი ბიჭები, ხო და? მერე ანალიზები ჩავაბარე და მითხრეს რომ პასუხები სახამოს იქნებაო. და ლაშას დაურეკავ და გეტყვით. მაგრამ არ ინერვიულო საშში სერიოზული არაფერი არ არის. მადლობა ღმერთს, დედა რავი ნერვიულე, სამჯერ დავალაგე სახლი. ისე კაი ლამაზი ექთანი გოგო არ შეათვალიერე? არა მამით, რა შევათვალიერე, რომ მივედი დამესია და ყველა ჩემ უწუკებს ათვალიერებ და ვერავის ვერ ხედავდი. ცოტა კიდევ უნდა ამას, ხო? რა შენ მამით რა წინდებს უხსო კედელს? კი არ ქსოვ კარგავ. იმ გიასთან კედელი რო გამოვაგრით, გამოგიხვრეტი აქეთ და ახლა სანამ შენ ამას ამუაშენებ.
ასე ჩამოვკიდებ ლამაზად რაღაცა ჩემ ნაქარგობას. ოიცა მამით, ეხლა გამონგრეულიდან იქით გიას სახლი ჩანს? ხო. არ გაიხედო უზდელობაა მაგ. მე რომელიც რძდილობიანი მემნახე. ია კომპოტს დალე. შენ თუ მომიტან კი დავლებდა, მათ უნდა მომიტი არ მინდა მაშინ. რა ზარმაცი ხარ? რატომ წუხდებოდი ხა? დიდი მადლობა. მოდი გაკლასო. მამით. კოცნაობე. გამოდი აქეთ, გადი. ხოცები რა. გადიდე. ახი რა, რაღაცა მაგარი ალუბლის კომპოტი უდევ და ეთ შლაგი მომეცი გადაყოლო. ავაფარებ აქ რაღაცას. ოის, მამით, რა სააფარებ? რა ერთი წუთი გაჩერდი. ეხლა აი სიცხეები დაიწყება, გიას მაგარი კონდიციონერი აქვს და იქიდან კარგად დაუბერავს ხოლმე. გაჩერდი ერთი წუთი. ისე რა მაგარია რა, საჭმელი რომ მოგვინდება ხოლმე აქედან გავზახებ. გია, 20 ხინკალი და 2 ლურდი გამოუშვი რა. ხინკალი ქალაქური უთხარი. კარგი, ხო 10 იმას უტყვი 10 იმას ხო. გამარჯობა. ნახვამდის. ნინო, უკვე მიდიხარ? არა, ვასიკოს ვნახავ, მე საღამოს მოვალ, ჩანთას ჩავალაგებ და მე წავალ. ხო, ისე ნინო პირველი ცოლი ხარ, ვინც ჩემგან ისე მიდის, რომელიც სახეში არ მიტყავს და არ მლანძღავს. მართლა, შეგინდა დაგარტყა, არ მეზარება. არა, მე გაიგუგუ. ნინო, სულ მიდიხარ? ხო, ელენა, ბა ხა უხარხული ამდენი ხანია თქვენთან ვცხოვრობ და. კარგი, საღამომდე მოვალ. მიდი ლაშა დაიწყე. მიდი. კარგი, ახლა მე რას გამომაპარებ შენი დავარ, მიდი. ხო. მიხვდი ხო? კი, მიდი. მართალი ხარ ელენე. მომწონს ნინო და არ მინდა რომ გავუშვა. რა? ლაშა, მე მეგონა კიდე გინდოდა კარაქიანი პურები და ვერ მეუბნე. არ მინდა ეს კარაქიანი პურები. და ნინო თუ წავიდა, საერთოდ აღარაფერი აღარ მინდა. არ მინდა. ნინო თუ წავიდა. ის ელენე რა გამოვა ახლა ეს რომ მოვიყვანო მე ნინო. გამოდის რომ მე-5 და მე-6 ცოლი ერთდროულად მოვიყვანე. ჩემი ნორკულიანია. ხო ლაშა, ან მეორე წრეზე წახვედი. ხო, ან მეორე და რა გამიმზადე ეს კარაქიანი პურები კიდე გამიმზადე და შევჭამ. დიახაც, შევჭამ და იფიქრე იმაზე კიდე როგორ დავტოვოთ ნინო. ო, იფიქრე. მამით. მოდი. ნახე, მე და გიას ერთნაირი ტელევიზორები ქონია ზუსტად. მერე? ერთი პულტი მათხოვია. ია, კულინარიულ არხზე გადამირთე რა. ჯერ საინფორმაციოს მიდავყურო რა. მერე იქნება და უყურე. არა, მე ამ ჟურნალისტის მონათხრობი მოწონს და მე აღარ იქნება ეს. აი, სულ ასე იცი რა. აი, რა მოხდა. მარინა, ეხლა დავამთრევ ამ ტელევიზორს იცოდე. გია, რა დაგემართა? რა დამემართა რა. მე მინდა საინფორმაციო უყურო შეგიდე თეფშებს ალაგებ და მეშლება ხები. რა გინდა? ბოდიში. შენ მარინას ფარაზე ხარ, რა მოგიმეთა? ვაიმე. ეხლა გამშვიდი, ყველაფერი კარგად არის. რა მოხდა? მე და შენ ამდენი ხანია მეგობრობთ. პრობლემა არ ქონია ურთიერთობაში და ამშვიდი, მე მოგი. ყველაფერი კარგია. მე შენთან ერთად ვარ. ხო. მოდი. გია. ხო. რასაკეთებ? აინა, ჩვენმა ტელევიზორმა აურია.
ან მე. ალა შევიძე დამიწერ მათემატიკას. ხო ვიცი ახლა არა რაც გჭირს და დაგეხმარები ნინოს პრობლემებში. დაწერ? მოიდა ამე. მოიდა. ნიკა, ეს ქართულით დავწერე და გეოგრაფია აღარ გვინდა რა. ეგ მორჩი? 10-იანი გინდა მაინც და მაინც. ო 7-იანი. აბა მზად არის. აი მეც მოვედი, ნახე რამდენი სათამაშოები ვიყიდე ბავშვისთვის. სათამაშოები? რა სათამაშო? რა, რა, შენ მართლა გადაირი ეს უკაცო, რა სათამაშო, რა დროს ეგეთებია, შენ რა დროს ესენია. თანახე, სულ ყველა გოგოს სათამაშოები უყიდია. ბიჭი რო გაჩნდეს? კარგი რა, ძალიან კარგად მახსოვს ეგრე იყო ნიკაზეც, მაგრამ შვენივრად თამაშობდა ბარბებით ომობანას 5 წლამდე. ლაშა თან საბოლოოდ გადავწყვიტე რომ გოგო მინდა. აუ. რატო? ძალიან კაი ფასდაკლება გოგოს ტანსაცმელზე. აჰა. აუ, თავისთვისაც უყიდია კაბები? არა ლაშა, ბავშვისა, უბრალოდ დროებით მე მექნება. დროებით შენ გექნება კი. ბავშვი სანამ გაჩნდება, გაიზრდება, დროებით შენ გეცმევა. ლაშა, ნახე, რა ფაფუკი ნაჭერია. ხედავ, ბავშვს უყიდე საწოლში ჩასაფენად. კი, ფაფუკია, მაგრამ დააფსავს და დაიდგებნება. აუ, კარგი რა ელენე, რა კარგი ხა მართლა რა. რა არის ბავშვი მინდა. არ გახსოვს ახლა შენ, არ გახსოვს ჯერ ადგილია ბავშვი. არ გახსოვს ნიკაზე როგორი ტოქსიკოზი ქონდა ელენე, ჰა? აბა, პარკეტის სუნზე ცუდად რო ხდებოდი და ამოვყარეთ კი? შპალერი რო ჩამოვხიეთ? ხო, და პარკეტის მაგივრად რო დავაკეთ. აი ელენე, აბა რა გინდა ახლა მეორე ბავშვი, ჯერ არ გინდა რა, ჰა? კარგი რა, აი ჩემე, არ გინდა, მინდა. მინიქნებ ნიკასაც უნდა. ნიკა დედიკო არ გინდა პატარა დაიკო. კი, მინდა. აი, უხარია ბავშვს. არა, მე ის მიხარია, თქვენ რო სადმე გამაგზავნით, მე იმას გავაგზავნი ხოლმე. აი რა უხარია. ისე და სიმართლე თუ გაინტერესებს, ძალიანაც არ მიხარია. მე თვითონ ვარ ჯერ ბავშვი და მე არ მინდა მოვლა. კარგი ნიკა დედიკო, რა სისულელეებს ლაპარაკობ. მოდი დედიკო თაფლი ჭამე, მოდი. კარგი რა დედა რა თაფლი ბავშვი ხო აღარ ვარ. ია დაგიწია, მაგრამ ცოტა მაღალი მაინც გაქვს. რა შედარებაა მანე რა. წეღარ მეგონა რომ ჩვენი ტელევიზორი გაცოცხლდა. ხო და მე აი მომიჭირა ის კეფაში და მე ვიგზენო თმა ესე ყალღზე წამოდგა და მე კი არაფერი აღარ მახსოვს რა. კაი, დაწყნარდი. მარინა, რომ მოგვდა რა გაშველებათ რა უნდა? აი, მინდა სისულელეს რა. ჩამოამერე შენი ძმა ლებალმა და ჩემს საფლავს თავისი გემოვნებით მოაწყოს. მარინა, შეხედე რიყის ქვები როგორ მოუხდა. იქ მაინც დამანებოს თავი. ეხა თუ არ გაჩერდები, ისე ვაგიწევს წნევა. კაი, გაჩერდა. ხედავ კაცო შენ, შეიძლება ასე? კინახან წნევამ დაარტყა კაცს. გავალიხა და ვეტყვი ის. მოიცა, რას ეტყვი მამიდა რა, რას ეტყვი, რას ლაპარაკო? ვერ ხედავ ისეთი სცენი შემეყარა, ბუწუკები გამომაყარა, რას ლაპარაკო? რადო წნევა არა ის, მოიცა დერწუთ გაანებით. გაანებ ერთი მაგ მუწუკებს თავი შენ. ვაიმე, ზესუმზიდა დამეწვა გონია. არი რას გავარ მართლა რა, აი. უხმუწუკებო რა, ეხა როგორც გამომეყარეთ, ისე შემეყარეთ უკან არ მაინტერესებს რა. რა, მუწუკი, რამდენი მუწუ, რანაირი სიტყვა, მუწუკი. მუწუკი. რა, რამხელა, შეხე. ეს ნახე, რამხელა, ეთყობა დედა მუწუკი. ვაიმე. და ნახე, ესენი კიდე შვილები არიან, შვილი მუწუკები, უყურე, აჰა, ემზარი მუწუკი. უყურე, ლევანე მუწუკი. აჰა. აი, მაია მუწუკი, გოგო მუწუკი. მამიდა. მოდი გოგო მუწუკი უნდა გაჩვენა მოდი. დედა რასუნი აქვს? დედა როგორ მომენატრა? დედა რა გემრიელია? გაუჩენ შენ, არ გაიღიზიანო ეგ ამონაყარე. კარგი რა მამიდა რა, ცოტა შეწუხებული სახით მაისჭამე რომ მე აღარ მომინდეს რა არის ვერ გავიგე. წავალეთი ახლა გიას გავხედავ. გაანებე ბიჭო, თავი აცალე მაგ ხალხს ცხოვრება. გია ხო მონადირია. ხო და
ვითომ ეხლა მე მომკლა, გაიგე? ხო. და აქედან თავს გავყუდა, ვითომ ჩემი ფიტული გააკეთა რა ესე. დაგინა ბიჭო, გუნიგი დაგინა. მაგარია. და ესე გავძახებ, გია. გულებს დავხეკავ შენ მაგათ. გია ხო უკეთხარ? კი, რა შედარება აქვს, უკეთვარ. აი, იწექი შენ არ ადგე. კიდე ტელევიზორი ჩაგირთო. ტელევიზორი არ მიხსენო მარინა. მაშინ შენ დაისვენე და მე სარეცხს შევყრი სარეცხის მანქანაში, კარგი? მე ჩვენად ვიქნებ. გია, ზესუმზირა შენ შეჭამე? კარგი რა მარინა, მე კიდე გაგიჟება მინდა, რამზეს უმძირა. დამალებით. ეთყობა ბექამ დაყარა. არა, დაელაპარაკე ამბავს, რა ძალიან ცუდად იქცევა ამ ბოლო დროს. გია. შენ არ ჭამე ხო? რა გინდა მარინა, ცუდათავა წრევა მაქვს, წევა რა გინდა მარინა შემო რა. რამდენი არ იყო წეღან? მარინა გეუბნები, მე შენ ნუ მაგიჟებ, ხლა გავთხილი. არ ვიცი, მე თქო შეჯვარდე და გამრავდრე. ალბათ ვერ დავინახე, ხო? გია, შუქი გამოირთო? არა, კანთია. აბა, ბაზანაში გამოირთო. უი, აქედან გამორთულა. გია, შენ გამორთე, ხო? რას მაიმუნობ ამ ხელა კაცი, ა? არ ვიცი მაიმუნობ, წევარ ჩემთვის, კაცო ცუდათავარ წრევა მაქვს, რა გინდა? არა, გია, აღარ მეცინება. რა გინდა, არც მე მეცინება, რა გინდა, წრევა მაქვს მათი გეუბნები, რა გჭირს? შენ არ გამორთე, ხო, შუქი? არა. მე აქ წევა, როგორ გამორთავდი ახლა შუქს აქედან? მე დაგინახე როგორ გარბოდი. ელენე, ლუდი არ მომიტანე, ხო? არ მომიტანე. კარგი. მეც მაქვს შენი ბავშვისთვის ერთ საჩუქარი. მართლა? თუ გაჩნდება და თუ ბიჭი იქნება და თუ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატი იქნება ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში და თუ ჩვენი ნაკრები ფინალში გავა და თუ ბილეთები იქნება, წავიყვან შენს ბიჭს და ჩავასწრე მაკაბას. თუ რა თქმა უნდა პაატა არ წამოვა და თუ მე არ დამეზარა. ლაშა, რა გჭირს, რანაირ ხასიათზე ხარ, დამანებე თავიო. დაგანებ. რანაირ ნინოს პრობლემებზე დარდობს. უი, მართლა ეგ ვერ მივხვდი. ბოდიში ლაშა. ისე მითხარი ხა რას აპირებ? ჰა? სახლიდან რო არ უნდა გაუშვა თუ მართლა მოგწონს, ეგ გითხარი ხო უკვე? კი. გითხარი ხო? ლაშა, რო გადაყლაპო. ლაშა, მომისმინე თუ ვერ ეუბნები. მომისმინე თუ ვერ ეუბნები. რო და სახლში დატოვო. კარგი რა ელენე რა კარგი. აი რა იყო მართლა სერიოზულად გეუბნები. ერთხელ მთვრალი ცოლობაზე დაგთანხმდა და დარჩენაზეც არ მგონია რომ გაგიჭირდეს, ა? ამანი კარგი ლაშა, მომისმინე სერიოზულად გეუბნები. მიდი, დაელაპარაკე, აუხსენი ყველაფერი და იმედია რომ გაგიგებს. არ ვიცი ელენე, ვერ მოვიფიქრე როგორ დავტო. არ ვიცი, მაგრამ ორივეს მაინც ძალიან დიდი მადლობა რომ ეხმარებით. ლაშაბიძია ცოტა ხანი არ გამიშარა გეოგრაფია და ჩასასწავლე. ჩამოხუტე ბიც. მოდი შენს გაიზომე წნევა რა. აი, კეთება ენა გამომიყო. რა? არ მომეკარო. არა, აი, დამალებით. უცბად რაღაცა შეცურდა კედელში. მეგას რაღაცებს მეშინია რა. რომელ კედელში აბა? აი, დიდი ნახრეტი რო არის და ბექას ნახატები რო კიდია. მოიცა, პაატასთან საერთო კედელი რო იმ კედელზე ამბობ? ხო, პაატას. პაატამ ზესუნზირა?
პაატა შუქი, პაატა ტელევიზორი. ოხ რა სუზა? მოიცა, მარინა, მოიცა. მარინა! იცი შენ ამასინათ ლაშამ რომ დამირეკა და პაატაზე რომ მელაპარაკა? მერე? ტანზე რომ გამოყარა, იცი? კი, მერე? ხო და თურმე ის ექიმი ლაშას ახლობელი ყოფილა და ლაშასთვის უთქვას ჩუმად. რომ თურმე პაატას საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. ხო. თურმე არიციან როგორ დაემართა ეს განუკურნებელი სენი. ხო, და თურმე საწყას დღეები აქვს დათვლილი. პაატა მიცის? არა, არ ეუბნებიან კაცო, არა. ეუბნებიან რომ რაღაც უმნიშვნელო ჭირს. მაინც ახლა არაფერი ეშველებო, რატო ანერვიულოთო? ვაიმე ამჯერა. არ მჯერა დედას პიცავარ, ვაიმე ამჯერა. იტყუებიან, ვაიმე. თან შეიძლება არ დაიჯეროსო, რო უთხრათო. ან შეიძლება იფიქროს რომ ვატყუებთ. მოკლედ, არაფერი არ უნდა უთხრათ. აბა რა ვქნათ? ეს არაფერი არ უნდა შევიმჩნიოთ, მარინა. მაგრამ რა არის, ამ დღეებში ქალები მაინც შედით მაგასთან სახში დაულაგეთ, მოამზადეთ იქაურობა. შეგიძლია კაცები წავიყვან და პიშაკს და შაბას ვუყიდით. თვითონ არჩიოს საწყამა მაინც ბოლო იქნება მისთვის. გია რანაირი სახლია ეს რა? ფრიდონი წავიდა ამერიკაში და წარმატებას მიაღწია და პაატა მიდის საიქიოში. ხა რა გამოდის რომ კუდები? ხა ნერვები მეშლება რა. წარმოიდგინე ბაბუა ჩემი გერმანელებმა მოკლეს მეორე მსოფლიო ომში, მე კიდე უწუკები მკლავი. ორი თვის ქირის პული რაღაც გადავიხადე წინასწარ რა. გია რამე წამალი არ არსებობს? არა, ჯერ არ გამოგონებია თორმე მაგის წამალი, არა. თუმცა არსებობს ხალხური მალამოები. ხო. თავარი ახლა თავი არ დაიტვირთოს, კვეთრი მოძრაობები არ აკეთოს, ხო, და კიდევ იშვიათად უნდა ისუნთქოს, რომ ამ მუწუგებს შებრეთებით მიეწოდოს ჟანგბადი. ხო, და კიდევ რაც მთავარია. მალამო, ესე იგი, თაფლი და დააფხვნილი დაფნა უნდა აურიოს ერთმანეთში. ხო, ესე კომპოსტოს ფურცლებზე წაისვას და თელ ტანზე ესე უნდა დაილაგოს. გია და უშველის მერე? არა მგონია, მაგრამ უნდა ვცადოთ, მაინც რას ვკარგავთ ახლა? ვაიმე საწყალი, საწყალი. მამიდა გენაცვალოს გადასარებით ხოლმა გავაკეთე. ისეთი ტოლმა გავაკეთე, გაგიჟდები, ხო შეჭამ? არა, ტოლმა არ მინდა, მაგრამ იცი რა ქელი, მაგ ტოლმას კომპოსტოები მოაცალე. ხო, და თაფლიან დაფნაში ამოავლე. და ტანზე შემომაკარი მიდი დაიწყე დოზე. გამოიგონე. დაიგდო მიდი, რასაც გეუბნე მამიდა, მიდი გეუბნე. სოლის თუ გაუშვი უკვე ბოთი აღარ გერქმევა. აბა რა მერქმევა. პატარა ვარ ჯერ მაგ სიტყვის სათქმელად. არა, მართლა მეხუთე ცოლი როგორ უნდა გამუშვა, კაცო? მეხუთე როგორ? ერთი გოგო ხო ყავდა ერთი ღამით ცოლად. აქ რომ მყავით ამოსულები. ცოლი არ იყო ეგ. რაო? დედამ თქვა ცოლიაო. არ იყო მეთქი ცოლი. ელენე, ნუ უტენი ბავშვს თავს სისულელეებით. ცოლი იყო, მიდი, ის ისე ლაშაბიძია ამ ცოლის დატოვებაში თუ ვერ მოგეხმარე,
ეგრევე მოგაყვანებ თუ გინდა ცოლს. ჩემი დამრიგებელს ისე უნდა გათხოვო, რომ გიჟივითაა. ყველას ცუდ ნიშნებს გვიწერს. ცუდ ნიშნავს, იმიტომ გიწერთ, რომ არ მეცადინეობთ, მიდი. ხო, ეგეც არის კი. ლაშა, ისე ნინო თუ მოგწონს არაფრით არ უნდა გაუშვა. აი ხა წარმოიდგინე რა საშინელება იქნებოდა მე რო ილია გამეშვა და ეხლა ერთად არ ყოფილიყავთ. აი ერთი წუთი წარმოიდგინე. წარმოიდგინე? წარმოვიდგინე და არც თუ ისე საშინელება იქნებოდა ეგრე. არა, ეხლა ალბათ ნინო უკვე ჩანთას ალაგებს, მე კიდე ვერ მოვიფიქრე როგორ უნდა დავტოვო რა. პაატასთან მივედი და ვუთხარი, იქნებ რამე რჩევა მომწე როგორ დავტოვო ნინო მეთქი. და რამე პასუხა იცი? რა? ყესები გადაუჭერი ვერსად ვერ წავალ. ნუ გეშინია ბაშა. ნუ გეშინია. არა ლაშა, ნინო ვერსად ვერ წავა, სათხარ, ვერსად ვერ წავა ნინო. ვერსად ვერ წავა ნინო. ჩანთა ისეთ ადგილას დაუმალე მთელი ცხოვრება რო ეძებოს ვერ იპოვის. მართლა? კი. ყოჩა ხელენ. ნინო იპოვე უკვე ჩანთა. არც სამი კარგია, იმ კარადაში ვინახავდი და იქიდო. წავედი. ელენე. ნიკა. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა. ყველაფრისთვის, მართლა უდიდესი. არა. რა? ფრის. არა ფრის. რა მადლობა. არა ფრის. ლაშა, რა ჩემთვის გააკეთე, მართლა არას დროს არ დავიწყებ. იცოდე, რაც არ უნდა გაგჭირდეს, დობა, ცოლობა, ბიძაშვილობა, ურთიერთგაგება, თანაგრძნობა და მირე კი არ მოგერიდოს. კი. არ წახვიდე რა ნინო. არ წახვიდე, თორე მოვკვდები. რა მოგკლავს, ლაშა? რა მოგკლავს? შენი წილის საჭმლის ჭამა მომიწევს და აი ჭამისგან მაგას ისეც ეგრე შვებოდი და აქამდე თუ არ მომკვდარ ხარ, ეხლა რაღა მოკლავს. ეგრე შვებოდი, ხო, ეგრე შვებოდი. კარგი, წავედი, ვასიკო მელოდება. მე არც რომ შეყვარებულს უნდა ალოდინო 1-2 თვე. წავედი, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ. ნინო, გეხვეწები. აუ, არ წახვიდეთ რა ნინობისოლა. თქვენაერი კარგი ბიცოლა არასდროს არ მყოლია. არ დახოიცით რამ ხელა გამოცდილება მოქვს ბიცოლებში. არა, ნიკა, უნდა წავიდე. ნინო არ წახვიდე რა დარჩი. რამეს უყუროთ? რა, სელემი? სანტა ბარბარას თავიდან ბოლომდე. არა, უნდა წავიდე. ხო, ან ჯუმანჯის. ისედაც ძალიან შეგაწუხეთ. კარგი, მაშინ თუ მიდიხართ, აი ეს გადასაყრელი წიგნები მაქვს საქმე. ნიკა, და იქნებ გადაყაროთ რა, ხვით. წავედი. აი ხო, ვიცი რომ მოძველებული მეთოდია, მაგრამ მე მაინც ვცადე. აბა, კარგად, ძალიან მომენატრები. კარგად, ნინო, შეგიძლია როცა დაგჭირდება, მოხვიდე შემოგვიარო, როცა მოგენატრებით. კარგად, ნახვამდის. ყოჩახ ლაშა. ძალიან ვაშკაცურად მოიქეცი. ოჩახბიძია, არ მეგონა. წავა, ბუნებას ვისწავლია. რომეო, არასოდეს მიგატოვებ, ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვაშორებთ. წავიდეთ ამ დაწეული ქალაქიდან და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიყოთ. წავიდეთ რომეო. ახლა. რას აკეთებ რომეო? ბუნების წიგნი უნდა გავანადგურო, რომ ვერ მოგვაგნო. აი, ცხენს გამოვიძახები და წავიდეთ ჯულიეტა. ხო, კარგი, წარმოიდგინე, რომ წავედით, მოდი აქ. გადახო გაგამხიარულეთ.
კარგი იყო ძალიან. ასეთი რომეო და ჯულიეტა მე ცხოვრებაში. ხო გითხარი იმ ხიარულებს თქო. ელენე. რომეო და ჯულიეტა ბოლოს ხო ყდებიან? კი, უბრალოდ ჩვენ ცოტა გადავაკეთეთ. ჩემი ნინო, ჩემი ცოლი. კარგი რა დედა, რა ყველა გადავიკითხე შექსპირი რა. ხომ გითხარი ყურადღებას მაინც ვერ გადავატაინებ თქო. მადლობა ჩემს გვერდით რომ დგახარ და ვცდილობთ რომ გადამატაინოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვერაფერი ვერ დამავიწყებს ნინოს. ვერაფერი მე ნინოს ვერ დამავიწყებს. ვერა. ვერა. ვერც კაი შემწვარი გოჭი და ახალი კარტოფილი კამით. არა მეთქი, ვერაფერი ვერ დამავიწყებს ნინოს, ვერა. კამით თქვი? კამა უხდება ახალ კარტოფილს. შესაძლოა გამარჯობა. გია გამარჯობა. ასაკში საერთოდ რა მოგივიდა? ნინო რო წავიდა განიცდეს. აი მე ლაშა, ეხლა ისეთ რამეს გეტყვი რომ ყველაფერი დაგავიწყდება და მაგრად იხალისებ. მოიცადე რა, პაატას მოატყვე რა მე. მეტყობა ხო? კი, ძალიან გაბადრული სახელი. მოკლედ. მოიცადე, ერთი ელენე, გამისკდა ყური გამისტერა რამდენი ხანი ვერ მოვისმინე ვერაფერი წესიერად რა. ესე იგი, შენ ამბობ რომ პაატას გონია რომ უნდა მოკვდეს? ახრა მაგარია რა, ძალიან მაგარი. ბავშვს ხედავთ მე აქ წამოდით გავიდეთ პაატასთან. დავხედოთ. ეს დივანი რატო დამიდგით? შორს გინდა დროს მალე ამოხდეს სული, ხო? რა გჭირს კაცო რა? უი, ლაშა შენ ახარ ვერ შეგამჩნიე. მე ვარ, ლაშა ვარ, აბა ვინ იქნება? რა გჭირს პაატა რა? არაფერი ეს იშვიათად რო სუნთქავ ხო ხდები ის ჟანგბადი. ის აღარ მიეწოდება ხო ხდები და მე ეს თაუბრომე ხო რაღაცე მელადება და არა უშავს ხო? აი ბავშვი როგორ ახარ ბავშვი ხო? პაატა, მუწუქები როგორ გაქვს? გიგია ეს? ხო, მე ვარ, აი. გია ხო. გია რა ვიცი, კარგად არიან. ჭამენ ნელ-ნელა და კმაყოფილები იყო. მოიცა ახლა რა, უკეთესად არ ხარ? გია რა შედარება ერთი მუწუკი თითქმის გამიგა. წამონიკა დედიკო ბუნება გაქვს სასწაული წამო. ერთი წუთი არ წახვიდეთ არსად ხალხო მოიწმინეთ რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. მოკლედ მალე ჩვენ თავს დიდი უბედურება დატრია. რა ხდება პაატა? რა ხდება ძმაო? რა ძმაო ლაშა ჩემო სუქანო და ბოთე მეგობარო მომისმინე ელენე შენს მომისმინე უტენო ილიაზე შეყვარებულო გოგო ნიკა მომისმინე უნიჭო ბავშვო გია რაღაცნაირო რომ მეზობელო მოკლედ მინდა გითხრათ რომ მალე თქვენი პაატა მოკვდება ხო რაღაცა უბედურება დატრიალდებაო გამისკდა გული ვიფიქრე მაცი ვარ ხო არ გაფუჭდა მეც გული გამისკდა ვიფიქრე ჩემი ყვავილებიანი კაბა ხო არ გაიხატქო მეც რა მე მეგონა გამოსდა გადმოიტანეს თქო და გული გამისკდა მალე გამოსდა ბავშვი კი ხო მოდი სიკვდილის სიკეთეს მაინც გავაკეთებ ბავშვი მომისმინე ეხლა მე მალე მოვკვდები მაგ შენი ბუნების თუ რაღაცის გამოსთვის თავი არავის არ ექნება ასე რომ ეს საჩუქარი ჩემგან ფუ რა სუნია სიკვდილის სუნია ბავშვი
სიკვდილს თუ თაფლიანი კომბოსტოს სუნი ექნებოდა არ მექნება. მაგაზე იზახი, ხო ეს ის ხო ხდები ეს კომბოსტოები და რაღაცა თაფლში ამოვზილე დაფნაში და ტანზე შემოვიკარე და მაგის სუნი ეტყობა ხო? წამოდი ნიკა დედიკო, წამოდი, ისწავლე თორე. მოიცა დედა, ეხლა ამიყვანე ზევით და ძალით მასწავლე ბუნება. ასეთი რომ არ გამოვიდე. წამოდი. არა, თუ ასეც უნდა ხარ და ასე შეუძლოთ ხარ, მართლა რაღაც გამოდიოდი, დარჩენილიყავი, ჩაწოლილიყავი, ლოგოში ჩაგესხა ეს თბილი თაფლი და რა ვიცი, იქნებ უფრო შედეგი ქონოდა. ჩავასხი გიათ ლოგინში, ჩავასხი ზეწავის ეს კომბოსტო, ხო ხდები ეს კომბოსტოები ხო შემოვიკარე და მე იმდენი ბუზები დამეხვია, რომ აქეთ ძლივს გამოვასწარი. ისე გირჩევთ აიონისკარი არ გააღოთ. ხო, ხედავ გესმის გია ნახე როგორ ჭრაჭუნობს ეს კომბოსტოები მოусვენე მოდი რომ დავდივარ. ნახე. და მაინც მოდიხარ ჭრაჭუნით და მოდი ეხლა ეს ნამცხვარი მიირთვი. აი ხედავ თურმე სიკვდილსაც ქონია თავის დადებითი მხარები როგორ ზრუნავენ ჩემზე. მადლობა ლაშა, აბა ცოცხალი ვის რა თუნდივარ. რა ლაშა ეს? გაფუჭებული ნამცხვარი. და გაფუჭებული ნამცხვარი სატომაჭმე. რა ვიცი, მე სულ ეგეთ ნამცხვარს გაჭმევ ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, პრეტენზია არ გამოგითხოვს ჯერ. არა, რაღაცნაირი სპეციფიური გემო აქვს, თორე ისე ცუდი არ არის ხო ისი ხო? ესე პატა. ეხლა აი ექიმთან რო წასულიყავი, არის. მარტო მოწუგების გამო არა ესე ზოგადად რა. კი. დაზღვევა ხომ გაქვს? არა, არ მაქვს დასწრება. როგორ არ გაქვს, აბა საფულეში ხომ გიდევს დაზღვევის ბარათი? ეგ ჩემი არ არის თან ვადაგასულია. მოიცადე პატა, მოიცადე ერთუდი, ეხლა მოიცა. თუ შენი არ არის ეგ დაზღვევის ბარათი და ვადა აქვს გასული, რატომ დაგაქვს? ხო, გეტყვი ეხლა. რატო და ჩემი დაცვის უფროს გამოვართვი? მიყვარს ეს ლამაზი ბარათების შეგროვება და თან ლაშა. გოგოებს როგორ უყვართ იცი დაზღვევაზე რო ელაპარაკები? მაგარი. მართლა არა ნორმალური რა. მიდი რა ლაშა ერთი შენც მითხარი, აბა კიდე როდის ვეჟესები მაგას, მიდი, მითხარი. მართლა, ეს მართლა, აი მართლა არ არის ნორმალური რა. მადლობა. არა. ლაშა. მიდი ხახვი უმაწოდე ვაშლივით უნდა ვჭამ, მიდი. ხახვი. აი, ხახვი, აგერ ყოფილა ხახვი. აჰა, პატა გამომართვის ხახვი. ეს ხახვი მაგრამ მოგიფიქრები არა? ბიჭო, ხახვს მე არაფერი არ მეთქვი, არც მიხსენებია. ატა ეხლა შენ აი მოწუგების გამო ჭა მაგ ხახვს თუ? არა გია, რატო მიყვარს ხახვი, კარი. რაღაცა მწარეა და წყალი რა. არა კაცო, ყველამ გავიგეთ რომ წყალი, მაგრამ რა წყალი? რაშან უმახარჯვენებს ზედმე ჯანგბად წყალი მომეცი გეუბნები მწარე, მომეცი წყალი. წყალი თუ გინდა გითხარი ეგრე აგერდებს. მადლობა. მოკლედ ეხლა მე წავედი. ხო და გია მომისმინე შენ კარგი ადამიანი ხარ. გამომართვი ეს ჩემი ანდერძია. ხო. და შენ გიტოვებ. ატა მოიცა აქ არაფერი არ წერია მე. არაფერი არ მაგია და რა ჩხუბ. კიდევ ერთი ნაჭერი მომიტანეთ. ნიკა მოუტანა კიდე ერთი ნაჭერი. ეს დარდით კი არა, ჭამით მოკვდება. უთხარი, ნუ მეუბნება ეგეთ რაღაცებს, თორე რომ ნერვიულობ, მე კიდე მინდება ერთი ნაჭერი ნამცხვარი და კიდე მინდება და ეხლა უთხარი კიდე ორი ნაჭერი მომიტანოს. მოუტანო კიდე? კი, მიდი მოუტანა. კარგი რა, შენ კიდე რითვარ შეეჩვია მცოლების გაშვებას. მე ექვსედაც ასე უნდა ინერვიულო? ნიკა მესამე ნაჭერიც წამოდი. ნინო? შეიძლება შემოვიდე? დღესაც აი.
ნინო. შენ ციგრძენი? რა? რა. რასაც მე ვგრძნობ. რას? სიტყვა. ხო, ძალიან თბილა გარეთ. მოკლედ ვაშკარს დაუფუჭდა მანქანა. ხო და ვეღარ წავედით ამ სოფელში, მე კიდე დასარჩენი არსად არ მაქვს და კიდე ცოტა ხანი თქვენთან რო დავრჩე. შეიძლება? შეიძლება კი რა აუცილებელიც არის. დავიყალე ამ ნამსხვრების ტარი.